როგორ ავარჩიოთ პლინტუსის სწორად? დავიწყოთ პლინტუსების ტიპებიდან, რა ტიპის პლინტუსები გვხვდება ბაზარზე. გვაქვს რამდენიმე ვარიანტი, ეს არის პლასმასის, ხის, MDF-ის, ალუმინის ან მეტალის პლინტუსი და კერამიკული პლინტუსები. ეს ძირითადი ტიპებია, რომლებსაც საქართველოში ვიყენებთ ხოლმე პლინტუსებად. ეხლა გავიაროთ ცალ-ცალკე თითოეულის დადებითი და უარყოფითი მხარეები. პლასმასის პლინტუსი ეს არის ჩემთვის პირადად ერთ-ერთი ყველაზე საძულველი პლინტუსი, თუმცა საქართველოში ყველაზე პოპულარული და ხელმისაწვდომი. დადებითი მხარეები ნაკლები აქვს, თუმცა შეგვიძლია რაღაცებს ჩავეძიოთ, მაგალითად მარტივად ყენდება, თუმცა აქვე ვიტყვი რომ მარტივად დაზიანებადია. შიდა მხარეს აქვს თავისუფალი ადგილი, სადაც ხშირ შემთხვევაში შეგიძლიათ კაბელები და მსგავსი დეტალები დამალოთ. მინუს რაც შეეხება დროთა განმავლობაში ძალიან მარტივად ზიანდება და კარგავს ფერს. ასევე ჩემი აზრით ძალიან უშნო გადაბმის ადგილები და კუთხეები აქვს. რაც შეეხება ხის პლინტუსებს, ხის პლინტუსები ძირითადად დამზადებული არის მუხის, წიფლის ან ფიჭვის ხისგან. ბუნებრივი თბილი იერსახე აქვს, თუმცა უნდა შეარჩიოთ სწორად, სწორ ინტერიერში, სწორ დიზაინში, რომ მოუხდეს თქვენ დიზაინს. მსგავსი პლინტუსები უნდა მოარიდოთ ტენიანობას და ტემპერატურის ცვლილებას, თუმცა არის ნატურალური და ძალიან ელეგანტური. MDF-ის პლინტუსები დღეს ასევე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პლინტუსია საქართველოში, ვიზუალურადაც ძალიან დახვეწილია. ფერის შერჩევაც ძალიან მარტივად შეგიძლიათ, რადგან იღებება, ასე რომ მარტივად შეგიძლიათ კედლის ან იატაკის ფერზე მოარგოთ. თუმცა როგორც ხის პლინტუსი, ისე MDF-იც ნესტიან ადგილებში არ არის რეკომენდირებული. რაც შეეხება ალუმინის და მეტალის პლინტუსებს, ეს არის პლინტუსების თანამედროვე და მინიმალისტური ვერსია. ძალიან გამძლეა, არ იკაწრება, არ იცვლის ფერს. ძირითადი გამოყენების ადგილი არის ოფისი და ლოფტის ან ინდუსტრიული სტილის დიზაინი. შედარებით ძვირია და მონტაჟიც უფრო რთულია ვიდრე სხვა ტიპის პლინტუსები. კერამიკული პლინტუსები გამოიყენება ძირითადად იმ სივრცეში, სადაც კერამიკულ ფილებს ვიყენებ, აბაზანაში ან მაგალითად სამზარეულოში. არის ნესტგამძლე, ვიზუალურად გამოიყურება ძალიან ლამაზად და აქვს სუფთა იერსახე. ეს იყო პლინტუსის ტიპები, ახლა აგიხსნით რა დეტალები უნდა გავითვალისწინოთ პლინტუსის შერჩევის. პირველი და მნიშვნელოვანი ეს არის იატაკის და კედლის ფერი. თუ გინდათ რომ სიმაღლის ეფექტი კონდეს პლინტუსს, ამ შემთხვევაში კედლის ტონზე 1 ტონით დაბალი ტონის ფერი აირჩიეთ. მეორე, ყველა ტიპის პლინტუსი, ყველა სტილის ინტერიერს არ უხდება. სწორად უნდა მოარგოთ სწორი ინტერიერის სტილს სწორი პლინტუსები. კლასიკური ტიპის პლინტუსები განსხვავდება თანამედროვე ტიპის პლინტუსებისგან და განსხვავდება ლოფტის ან ინდუსტრიული ტიპის პლინტუსების. შეეხება პლინტუსის სიმაღლეს, დაბალი ჭერის შემთხვევაში მაღალი პლინტუსები არ გამოიყენოთ. ეს თქვენი ოთახის პროპორციებს აბსოლუტურად დაარღვევს. თუ კი მაღალი ჭერი გაქვთ, ამ შემთხვევაში მაღალი პლინტუსები უფრო მდიდრული და ეფექტურია. ასე რომ პლინტუსის შერჩევა მხოლოდ ფერის შერჩევა არ არის. პლინტუსი ძალიან დიდ გავლენას ახდენს სახის პროპორციებზე და ფაქტიურად დასრულებული იერსახეს აძლევს. პლინტუსის შერჩევა ზოგადად მარტივი დეტალი გონიათ, თუმცა არასწორი არჩევანის შემთხვევაში მარტივად შესამჩნევია. დამიწერეთ კომენტარებში რა ტიპის პლინტუსები გაქვთ თქვენ, ხარ თუ არა კმაყოფილი. როგორც წინა ვიდეოში გითხარით, შეგიძლიათ